გაე რომ დაარწეს 26 მინუტის წამების მხარდაჭერის საერთაშორისო დღე, მსოფლიოში აღინიშნება ეს როგორც წამების მხარდაჭერის დღე. აი ეს იმით არის მნიშვნელოვანი ეს დღე, რომ სვერპლის პერსპექტივიდან გვანახებს ამ ყველაფერს, კონკრეტული ადამიანების დარაუდებია, ხოზე კონკრეტული ცხოვრებები ინგრევა. ვითარება საქართველოს უარესდება, სულ უფრო მეტი ადამიანი არის სამების სვერპლის საპატიმროებში გაიზარდა გარდაცვალ პატიმართა რაოდენობა, არ არის გამოძიებული 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის რიგი გარემოებებით მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ აღკვეთოს წამება როგორც საპატიმროებში, ისე ზოგადად საზოგადოების თითოეული წევრი იყოს დაცული იმისაგან, რომ მასზე არ გახერხდება წამება. არასამთავრობო ორგანიზაციის ციხეებში მონიტორინგის შესაძლებლობა არ გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ სუსტი სტატისტიკა წამებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ გაგვაჩნია. რამდენიმე წლის წინ, როდესაც არსებობდა ეგრეთ წოდებული მონიტორინგის საბჭო, რომელშიც შედიოდნენ ექსპერტები არასამთავრობო ორგანიზაციები და ჰქონდათ მათ შესაძლებლობა, რომ მონიტორინგი განახორციელებინათ ციხეებში. ეს იყო მიზანმიმართული. თუ კი ახლა შევხედავთ სტატისტიკას, რომ პატიმართა რაოდენობა საქართველოში ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა მნიშვნელოვნად, ბუნებრივია დარღვევებიც იზრდება, გადატვირთულობა ციხეებში მატულობს, ვინაიდან საპყრობილების რაოდენობა ვერანაირად ვერ არის რელევანტური პატიმართა რაოდენობისა. შესაბამისად ეს არის ალბათ წინასწარ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც განპირობებული იყო იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ ნაკლები ინფორმაცია ციხეებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.